ბიზნესთან ერთად განვაგრძობთ მსჯელობას სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ სურათზე და მისი გაუმჯობესების გზებზე. გელა ხანიშვილი, ირაკლი ერაძე, ვახტანგ ბეჟიდაშვილი მიერთდებიან სტუდიაში. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის პირველ რიგში და პირველ რიგში მინდა გკითხოთ, აი საკუთარ თავს, საკუთარ გამოწვევებს თუ შესაძლებლობებს და პოტენციალს რამდენად ხედავთ აი იმ ინდექსში, რაც გალტენ-ტაგარტმა მოამზადა, როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი, ანუ რამდენად სწორად არის დანახული, ესე ვთქვათ, ის სურათი, რა სურათიც დღეს გვაქვს ამ დარგში, ირაკლი წავყვებით თქვენგან და. კი ბატონო, გამარჯობათ, მადლობა ელენე მოწვევისათვის. ჩვენი გადმოსახედიდან, კონკრეტულად იმ ბიზნესის გადმოსახედიდან, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით არის ბაზარზე სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ჩვენი შეფასებით გალტენ-ტაგარტის კვლევა არის საკმაოდ, ასე ვთქვათ, ინფორმატიული, წონადი და აბსოლუტურად ძირითად შემთხვევებში ემთხვევა ჩვენს იმ ხედვებს, ვთქვათ, რაც არის არსებული მდგომარეობის შესახებ სოფლის მეურნეობაში და რა შეიძლება სამომავლოდ მოხდეს ისეთი, რომელიც გაუმჯობესებდა ამ ამბავს უფრო ჩავშლით ალბათ საუბრისას, მაგალითისთვის ერთს დავასახელებ, რომ აი დაბალპროდუქტიულობა 1 ჰექტარზე გადაანგარიშებული, ეს პირდაპირ კავშირში არის ტექნოლოგიებთან, რასაც ვთქვათ, ჩვენ ყველაზე მეტად აღვიქვათ ჩვენ თავზე და ასევე სხვა კომპონენტები, სადაც პირადად მე როგორც ერთი კომპანიის წარმომადგენელი ვაფასებ აბსოლუტურად სწორ კვლევას და ძალიან ინფორმატიულს. ვახტანგ, თქვენი მოსაზრებაც საინტერესოა ამ ნაწილში. მოგესალმებით. თავისთავად ახლა ჩემი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით არის ის, რომ როგორც დადებით მოვლენას ისე უყურებ ამ კვლევას, თავისთავად ესეთი კვლევები და ზოგადად სოფლის მეურნეობის მიმართ ყურადღებით არ არის განებირებული სექტორი მოიხსენებათ და შესაბამისად ჩანს ეს რეალურ შედეგებზეც. თუმცა ეს კარგი დასაწყისია, ვფიქრობ, რაღაცა უზუსტობები არსებობს ამ კვლევაში, საკმაოდ უხეში უზუსტობები ციფრებთან დაკავშირებით და თვითონ კვლევის მეთოდიკასთან დაკავშირებით. თუმცა ეს გამოსწორებადია და კარგია თუ ეს დაინტერესება, რაც ეხლა ჩვენ ვნახეთ, თუ არ დარჩება მხოლოდ პიარის ელემენტად და თუ ეს პრაქტიკულ რეალურ, ასე ვთქვათ, შედეგებს გამოიღებს და მართლაც იქნება ის დაინტერესება სოფლის მეურნეობის სექტორის მიმართ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა უძველესი აგრარული კულტურის მატარებელი და ტრადიციების მატარებელი ქვეყანაა. მიუხედავად ამისა, თანამედროვე ტენდენციებს საკმაოდ ჩამორჩებით, ეს ჩანს როგორც სტატისტიკაზე, ეს ახალი ამბავი აქ არაფერი არ არის, ყველამ კარგად ვიცით, რომ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ და ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი არის სამუშაო, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის მხრიდანაც და ვფიქრობ, რომ ეს კვლევა გარკვეულწილად დაეხმარება, თუმცა თუ იქნება უფრო მეტად რეალური სურათი წარმოჩენილი, ეს რეალური ანალიზი სწორად პრობლემატიკის დანახვაში დაგვეხმარება. ხედავთ აი ამ აცდენებს. კონკრეტულად აცდენილი არის მაგალითად თლიანი მოცულობის დათვლა თუ 21 რაღაცა მილიარდს შეადგენს ვთქვათ თლიანი სოფლის მეურნეობის პროდუქციის შექმნის ასე ვთქვათ ციფრი, რაც გვაქვს ბაზარი მთლიანი. ამ შემთხვევაში ეს როგორც წესი უნდა დაითვალოს ადგილობრივი წარმოება პლუს იმპორტი და მინუს ექსპორტი. და თუ ამ ელემენტარულ ფორმულაში ჩავსვავთ ამას, მინიმუმ 5 მილიარდიან ასე ვთქვათ სხვაობას მივიღებ და ეს საკმაოდ ისეთი სხვაობა, რომელიც ამრუდებს სტატისტიკას. შესაბამისად, ასევე კიდევ მე ვერ უყურებ 2030 წლისთვის ზრდის ესეთ მაჩვენებელს ოპტიმისტურად. თუნდაც იქიდან გამომდინარე, კიდევ აქ არ არის დათვლილი ის თუ რის შედეგად მოხდა ზრდა 2018-დან 2025 წლები მაქვს ხედველობაში, რომ გაორმაგებაზე არის საუბარი. აქ წარმოების გაორმაგება რო არ მომხდა, ამაში ორი აზრი არ არსებობს, იმიტომ რომ პირდაპირ აისახებოდა თუ წარმოება გაიზრდებოდა, შესაბამისად ეს ფასზე აისახებოდა და ფასი შემცირდებოდა. ან იმ სტატისტიკაზე აისახებოდა, რომ ჩვენ ვართ რეგიონში ყველაზე იმპორტდამოკიდებული ქვეყანა და ჩამორჩებით სომხეთს, აზერბაიჯანს, ხილსა და ბოსტნეულს იმპორტის წარმოების და ასევე ვთქვათ იმპორტირება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოება ნაკლებია თავისთავად და აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ფასი ზრდის გამო არის გაზრდილი რაოდენობა და მოცულობა, ანუ ღირებულებით ნაწილში და არა წარმოებით ნაწილში და იმაზე საუბარი, რომ გაორმაგდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება, ჩემი აზრით ეს უბრალოდ ციფრებით მანიპულაცია არის და ეს კარგი ანალიზის საფუძველი რა თქმა უნდა ვერ იქნება.
კი ბატონო გელა, თქვენც მინდა რომ გკითხოთ, აი რამდენად ასახავს ესე ვთქვათ ინდექსი რეალურ სურათს ერთის მხრივ და ზოგადად რამდენ მნიშვნელოვანია რომ აი ეს თანმიმდევრული მონიტორინგის შესაძლებლობა არსებობდეს პროგრესის. მოგესალმებით, მეგობრებს, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. აქ ბატონო ვახტანგმა აქცენტი გააკეთა, რა შეიძლება ყოფილიყო, მე ცოტა შევეკამათები იმაში, რომ გამოშვება 27 მილიარდზე, რაზედაც არის ლაპარაკი, ეს ციფრები რეალურია, სტატისტიკა არის და 21.5 მერე 27-30-ზე ადის, იმიტომ რომ ეს ზრდის ტემპი არ არის მარტო გამოწვეული, ასე ვთქვათ, ციფრებით და არ არის ფასების ზრდით. გამოშვება იზრდება და აი მე რაც დამაყდა ამ კვლევაში ეს იყო სწორედ ის ინფორმაციულობა რომ კითხვები აღარ დატოვილიყო მაგალითად ამავე კვლევაში ექსპორტის მოცულობა 1.1 მილიარდზე იყო ჩამოყვანილი ეს ციფრი საიდან მოვიდა უბრალოდ ვერ გავიგე იმიტომ რომ 1.1 მილიონი ჩვენ გვქონდა 6-7 წლის წინ ეხლა 2025 წელს 1.825 მილიონი იყო დოლარში ექსპორტი და მათ შორის ადგილობრივი ქართული პროდუქციის ექსპორტი 1.537 მილიონი. ანუ ჩემთვის გაუგებარი დარჩა დაუშვათ იმ 1 მილიონთან დაკავშირებული საკითხები. ინდექსში, როდესაც მაკომპლექტებელი სამი მიმართულება იყო ჩაშლილი თუ წონა როგორ იყო, ეს მეთოდოლოგიაც შეიძლება კი არა დარწმუნებული ვარ, მათ აქვთ ეს მეთოდოლოგია, მაგრამ ჩვენამდე დარბაზში ვინც ვიყავით, მოვიდა ძალიან სუსტად. ამიტომ ეს მეთოდოლოგიაც თუ უფრო ფართოდ იქნებოდა წარმოდგენილი. რატომ აქვს ინვესტიციებს ყველაზე კითხვები ნაკლები დარჩებოდა, იმიტომ რომ მაგალითად იქ იყო ესეთი თემა აერარზე, რომ მაცივრების თემა 5% ზრდის მეტი არა. თეორიულად შეუძლებელია, მაშინ მაცივრის არსებობა უბრალოდ აზრს კარგავს. ამიტომ მე არ ვიცი ზუსტად როგორ, მაგრამ ეს არის უდაოდ ცალსახად წინ გადადგმული ნაბიჯი. უდაოდ პროგრესია და ამ პროგრესს აქვს კიდევ როგორი ინდიკატორი. ნახეთ მარიამი ხომ რასაც ახლა საუბრობდა, რეალურად არის რომ ცალსახად დასტურდება ის რომ ორგანიზებულ ბიზნეს სოფლის მეურნეობას. ამ ეთერში მე არაერთხელ მიხსენებია ეს ტერმინები. ალტერნატივა არ აქვს. ის რომ ჩვენ მთლიანობაში აი რომ ჩავშალოთ დაუშვათ სოფლის მეურნეობა შინამეურნეობა და ბიზნეს სოფლის მეურნეობა. ბიზნეს სოფლის მეურნეობა, მე რა ციფრებიც მახსოვს, 3 წელი ეს ანალიზი აღარ გამიკეთებია. წამოსვლის გამოიცით თქვენ ეს 48,000 ლარს ქმნიდა ერთ დასაქმებულზე. შინამეურნეობა 6,000 ლარს ქმნიდა. ანუ აქ აცდენა ძალიან დიდია და ყველა მაჩვენებელში ჩანს. თვითონ ის თუ ამ კვლევაშიც ჩანს და ეს ახალი ხო, მაგრამ აი როგორ ეს კვლევა უფრო ფართოდ რო იქნებოდა მოწოდებული, ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ამაზე არაერთი საყუდური მიმიღია მეც რომ რეალურად ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. გალთერთაგადის კვლევა, რომელიც არა მარტო იქ იყო წარმოდგენილი, არამედ ვრცელდება ავტორიტეტული კვლევითი სტრუქტურა, პატივისაცემი კვლევითი სტრუქტურა, ამ მონაცემებს თუ გაშლიდა უფრო ფართოდ, ჩვენთვის იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როდესაც სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და პროცენტებზე ვსაუბრობთ, სოფლის მეურნეობაში რაც უფრო ქვეყნის ეკონომიკა განვითარდება, წილი უნდა შემცირდეს, მაგრამ აბსოლუტური მაჩვენებლები უნდა გაიზარდოს. ეს არის ალტერნატივა. ჩვენ ჯერ კიდევ 2020 წელს კოვიდის პერიოდი იყო, როდესაც გავაკეთეთ კვლევა არდას თანამშრომლების მეშვეობით თუ როდის რისთვის შეგვეძლო მიგექცია, როდის გავიტანდით 3 მილიარდ დოლარის პროდუქციას ექსპორტზე, ეს იყო დაახლოებით 2030 წელი და იმას თავისი ჩაშლა აქვს თუ რატომ და იმპორტზე დამოკიდებულებას ამავე პერიოდში შევამცირებდით 500 მილიონი დოლარით. მაგრამ როდესაც ქვეყანაში ვითარდება ტურიზმი, მომსვლელი ადამიანები, მოხმარება იზრდება, უკვე აქაც დინამიკაა, რომელ დარგზე ვლაპარაკობთ. მაგალითად, ვაშლის ექსპორტი, ბატონი ვახტანგი დამეთანხმება, ჩვენ გქონდა ძალიან დაბალი 1000 და 2000 ტონა, 20000 ტონა ვაშლი გავიდა თითქმის. რატომ? იმიტომ რომ წარმოიშვა თანამედროვე დანერგემომმოლის ფარგლებში ვაშლის ბაღები და მივიღეთ ხარისხიანი ერთგვაროვანი მაღალი დონის პროდუქცია. არ ქონდა მაგალითად პროდუქცია როგორც არის მოცვი და მოცვის პროდუქციამ თითქმის 50 მილიონ დოლარს მიაღწია. ანუ სტრუქტურა იცვლება და როდესაც ჩვენ გარემოსდაცვას სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს ცხრილები Excel-ში, სადაც ჩანს ღირებულებაც, სადაც ჩანს მიწოდებული და შემოტანილი პროდუქციის მოცულობაც. იმასაც ანალიზიუნ მაგალითად გასულ წელს 2025 წელში რაოდენობა ძალიან გაიზარდა, 85,000 ტონა კარტოფილი გავიდა.
და კარტოფილმა გაზარდა გატანილი პროდუქციის რაოდენობა, მაგრამ ეს სულადაც არნიშნავს, რომ სხვა მიმართულებით მაგალითად ჯამური ციფრი ერთია, მაგრამ ჩვენი ჩაშლა გვინდა. და კიდევ ერთი გალთერტაგარტმა აჩვენა ერთი რამ, რომ ორიენტირი, რომელიც ფერმერებს აქვს, არა სახელმწიფოზე არ ვაკეთებ აქ, ეს ორიენტირი არის სწორი. ეს ორიენტი არის თანამედროვე ტექნოლოგიები, გამსხვილება და სახელმწიფოს როლი აქ არის უდავოდ ძალიან დიდი, იმიტომ რომ ჩვენ სახელმწიფოს გარეშე შეუძლებელია მოვახდინოთ მიწების კონსოლიდაცია. შეუძლებელია მოვახდინოთ ფერმერების კონსოლიდაცია კოოპერატივის ქვეშ, წარმოებელთა ორგანიზაციების ქვეშ. ამ გამსხვილების კოოპერატივების ესე ვთქვათ რაღაცა პროექტი რამდენი ხანია არსებობს და მაინც ვსაუბრობთ იმაზე, რომ პასუხი მაქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მქონდა პარლამენტში თავის დროზე, როდესაც მე მოადგილე ვიყავი და ბიზნესში არ ვიყავ განმოსული, დისკუსია ძალიან დიდი კომიტეტში. და დანიელი ექსპერტები ჩავრთეთ. და დანიაში როდის მიაღწია კოოპერატივმა იმას იმ დონეს, რაც მიაღწია, რამდენი წელი დასჭირდა. 105 წელი ციფრი დაასახელეს. 2013 წელს მივიღეთ ჩვენ კოოპერატივების კანონი. ჩვენი საყრდენი კოოპერატივებში არის კოლმეურნეობა და შეშინებულია საზოგადოება. ამიტომ ეს ყველაფერი გასავლელია. თავარი არის ის, რომ ტენდენცია, რომელიც გვაქვს ფერმერების თვითონ გამსხვილების ტენდენცია არის, იმიტომ რომ მარიამს რო შეედარებინა სტატისტიკა თუ რამდენი იყო 0.5 ჰექტარზე მეტი ფართობით ჩვენ პროცენტი გქონდათ. ეხლა უკვე 7-8%-ზე გავედით, 0.5 ჰექტარზე მეტი რამდენიც აქვს საზოგადოებას. 1.25 მიასედი დარიგდა თავის დროზე, როდესაც 90 წლის რეფორმა იყო. ამიტომ გალთერტაგაც მადლობა ცალსახად, უბრალოდ დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი დაუშვათ მათთან ერთად, რომ ის ცალკეული მოსაზრებები დაგვეხოცა ბატონ ვახტანგიც მე მგონია, რომ არ იქნება წინააღმდეგი ბატონი ირაკლი, იმიტომ რომ ფერმერების მხრიდან ეს ციფრები უფრო უკეთესად ჩანს, არა მარტო უცხებიდან, შიგნიდანაც ჩანს, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ ამ ციფრებს და ამანალის სულ უყურებ სტატისტიკის კომიტეტი რასაც ადგენს. კი ბატონო, ბატონო ვახტანგ, აი ვთქვათ ახლა დაანონსებული რეფორმა. აი რაიმე იცით კონტურები, ვთქვათ ამ რეფორმასთან მიმართებით, ვთქვათ ამ პროცესში ჩართული იყავით, ვთქვათ ახალი მიდგომები რა შეიძლება იყოს, ახალი პრიორიტეტები. მინისტრმა თქვა, რომ 1 წელია აქტიურად მიდის მუშაობა ამ საკითხებზე, ესე ვთქვათ, დაკვირვების თვალსაზრისითო და თქვენი ხმა, ანუ ბიზნესის ხმა, სექტორის ხმა ისმის ამ ნაწილში თუ ჯერ ელოდებით რომ მოისმინოთ მათი დაკვირვების შედეგი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე და მერე თუ დრო დარჩა, ესე ვთქვათ, ეს განხილვები. აგერ როგორც ბატონმა გელამ აღნიშნა, ამ ესეთი ტიპის, ასე ვთქვათ, კვლევებშიც, ვთქვათ, თუ სამინისტრო სჭირდება ბიზნესის დახმარება ან კონკრეტული პროფესიონალი ადამიანების ჩართულობა, არ ამგონია რომ ვინმე არსებობდეს ბიზნეს სექტორშიც და ასოციაციებშიც და ასე შემდეგ, ვისაც ამასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა ან კომპლექსი ექნება, თუმცა აქ მე უფრო პრობლემას ვხედავ, თუნდაც ახლა ამ კვლევის პრეზენტაციაზე ჩვენ არ ვიყავით მოწვეულები, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება ამასთან დაკავშირებით, ან როგორც ჩვენ შეგვეძლო თქვათ რეალური მონაცემებთან დაახლოებული ციფრებიც მიგვეწოდებინა და პრაქტიკაში როგორ ხდება და როგორი ანალიზი უნდა გაკეთდეს ამასთან დაკავშირებითაც რა თქმა უნდა დახმარება შეგვეძლო, მაგრამ ეს არ იქნა გათვალისწინებული, ასევე მინისტრის მიერ გაცხადებულ დაუშვათ რაღაცა სიახლებთან დაკავშირებით, მხოლოდ ამ დაუშვათ ბრიფინგიდან თუ მინისტრის განცხადებიდან გავიგეთ, არანაირ დამატებით ასე ვთქვათ ინფორმაციას ჩვენ სამწუხაროდ ვერ ვიღებთ და შესაბამისად ანუ მაგიტომაც არის ესეთი დიდი ცდომილებები ამ კვლევაში რაც შეეხება ვთქვათ ამ ციფრებს აგერაც ბატონმა გელამ აღნიშნა იგივე მაცივრების ეფექტურობასთან დაკავშირებით ეს პირდაპირ ნიშნავს იმას რომ როგორც მინიმუმ მე ხარ მინდა რომ ვიღაც რაღაცაში ბრალი დავდო ეს ადამიანები რაღაცა გარკვეულ მშრალ სტატისტიკას იყენებენ და არა პრაქტიკულ და ასე ვთქვათ მცოდნე და მეურნე ხალხთან ურთიერთობის შედეგად მიღებულ ციფრებსაც და პრაქტიკაში ასე ვთქვათ როგორ ხდება ამ ციფრების გამოყენება და როგორი ასე ვთქვათ ეფექტი აქვს სახელმწიფოს მიერ დახარჯულ ფულს თუნდაც ან ფერმერებსა და სახელმწიფოს შორის იმ პროექტების შედეგად მიღებულ ეფექტს ან რეალურად რა პრობლემებთან გვაქვს საქმე და ეს რეალურად არ არის ასახული. ასევე საინტერესო იქნებოდა ისიც სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივად ფრაგმენტაციაზე მიდის საუბარი, ეს ჩვენ ძალიან დიდი პრობლემაა და 90-იანი წლებიდან მოდის მოგეხსენებათ, თუმცა აქ ისედაც ფრაგმენტირებულ მიწებს
მიწებს, რაც შეეხება უკვე ეხლა რაც მოცემულობაც გვაქვს. ამ ფრაგმენტირებულ მიწებს შორისაც არის დაუშვათ დაუმუშავებელი მიწები. ესეთი სტატისტიკა არ არის გაკეთებული, ეს არის ყველაზე მტკივნეული მომენტი და ადგილი. მე მოგიყვანთ ერთ მაგალითს კონკრეტულს და მინდა დაუშვათ თუ უსმენენ ამ გადაცემას ეკონომიკის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. პირადი გამოცდილებით გეტყვით, დაახლოებით 200 ჰექტარი ფართობი არის ჩემთან სოფლად, რაზეც სამჯერ შევიტანე განცხადება. პასუხი იჯარით აღებასთან დაკავშირებით ეს სპეციალური წესი არსებობს, გამოდის აუქციონზე და იჯარით იღებ. რის შედეგადაც ესე იგი თუ გახდები მეიჯარი სახელმწიფო ბიუჯეტში თანხას იხდი, იქ დამატებით ადამიანებს ასაქმებ და მოსავალიც იქნება როგორც მატერიალური დოვლად. ამით ხდება გაორმაგება ზუსტად, აი ხა რაზეც ვამბობ და არა ქაღალდზე ფურცლები და სამჯერ მომივიდა უარი და პასუხი არ გაინტერესეთ, ეს არის საძოვარი. რომელშიც ამონაწერში ამოდის, სადაც წერია რომ ეს არის სახნავს ათესის ავარგული და ეკითხებიან ახლა ბიუროკრატიული მექანიზმი ირთობა ამ დროს. ეკონომიკის სამინისტრო გუბერნატორს უგზავნის, გუბერნატორი გამგებელს, გამგებელი კიდევ ვიღაცას და ისინი ალბათ თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე ას ბლოკავენ ასეთ სიტუაციებს და წარმოიდგინეთ ერთი მაგალითია ესეთი და ესეთი მაგალითები შეიძლება საქართველოს მასშტაბით იყოს ძალიან დიდი რაოდენობით და შესაბამისად მიწები არის დაუმუშავებელი, სხვა დანარჩენ ფაქტორებს რო გავანებოთ თავი რომ სოფლის მეურნეობაში ჩადებული თანხები ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული ისედაც და შესაბამისად როგორც ბიზნესი ჩვენს ასე ვთქვათ ეკონომიკაში მონაწილე სუბიექტებს ძნელად წარმოუდგენიათ სხვაგან უფრო იშოვება ფული სტაბილურად მოდი პირდაპირ ვთქვათ და შესაბამისად ამ მიმართულებით თანხების და ინვესტიციების რაოდენობა ისედაც მწირია და მას რო ემატება კიდე ბიუროკრატიული მექანიზმები და გარკვეული კორუფციული მომენტებიც ეს აღსანიშნავია ხა მაგას სტატისტიკაში ვერ ჩადებდნენ თავისთავად ცხადია ამაზე ზღიად საუბარი არის საჭირო და თვითონ ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს ამბავი რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა იყოს პრაქტიკაში მომუშავე ადამიანების აზრი გათვალისწინებული და უნდა ჩართონ ამ ადამიანებს უნდა დაუძახონ პრეზენტაცია ძალიან კარგია სტატისტიკა და კვლევა ძალიან კარგია მაგრამ ცოდნე განათლებული ისედაც რა ბაზა გვაქვს საქართველოს ძალიან ჩამორჩებით თანამედროვე ტენდენციებს ვთქვათ აღარა მაქვს საუბარი ხა ნიდერლანდებზე და ევროპულ ქვეყნებზე და ისრაელზე ჩვენ სამეზობლოში მივჩანჩალეთ როგორ შეიძლება საქართველოში აზერბაიჯანიდან ვაშლის იმპორტი მიდიოდეს და როგორ შეიძლება საქართველოში ირანიდან სტაფილო და კომბოსტო შემოქონდეს ეს ხო არ არის ნორმალური სიტუაცია და შესაბამისად თუ ამ ყველაფრის რეალური გამოსწორება გვინდა და ყველას გვინდა ეს ამბავი არ ამგონია რომ ეხლა სოფლის მეურნეობის მინისტრს არ უნდოდეს ან ვინმეს თქვა სახელმწიფოში მომუშავე ადამიანს თუნდაც უბრალო მოქალაქეს როდესაც მიდის ან მაღაზიაში ან ბაზარში რამის შესაძენად იქ ქართულის შეძენა რა თქმა უნდა იაფიც არის ეკოლოგიურად სუფთაც არის უფრო გემრიელიც არის და რა თქმა უნდა ეკონომიკური ეფექტიც ამას ძალიან დიდია ასე ვთქვათ ჩვენივე ჯიბიდან ამოღებული ფული რჩება საქართველოში და როდესაც იმპორტზეა საუბარი ეს ძალიან ცუდია ყველასაც რა თქმა უნდა ისე ნოგელა ესე ვთქვათ კაბინეტიდან დანახული სოფლის მეურნეობა როგორც ბიზნესი და მინდვრიდან დანახული ხო იცით რომ მე კაბინეტში არ მოვსულ ვარ კაბინეტიდან კაბინეტში მე მოვედი მინდვრიდან და კაბინეტში ყოფნის პერიოდშიც მინდვრთან კავშირი არ გამიწყვეტია მე დავიბადე გავიზარდე რუიში ვარ სოფლის წარმომადგენელი მომყავდა და მომყავს პროდუქცია მაშინაც დღესაც და ამიტომ ჩემთვის ყოველთვის სიოლი იყო ამ თემებზე საუბარი და დღესაც ძალიან მარტივია იმიტომ რომ რეალურად ორი თემა არის ნახეთ სახელმწიფოში ადვილია დაუშვა შეცდომა 90-იანი წლების შეცდომა ძალიან ადვილია ის საძოვრების თემასაც ბატონი ვახტანგი ამბობს კიდევ სხვა ბევრი რამ ეს არის 90-იანი წლების შეცდომა გადაყვანილია ბატონო ვახტანგი გარწმუნებთ თავის დროზე ვიღაცამ გადაიყვანა საძოვარში არ არის გადაყვანილი ამონაწერი მაქვს ამონაწერში არის ძველში არავით არა მაშინ ამონაწერი მაქვს მაგაზე ეკონომიკის სამინისტროს დღეს ამუშავებს ვინ ამუშავებს არავინ არ ამუშავებს. ხო, აი ცოტა გაუგებარია, მაგრამ ამ თემაზე დრო არ დავკარგოთ. ნახეთ, სიტუაცია არის როგორი. დღეს ფერმერი გაცილებით სხვა არის, ვიდრე მე რო ვიწყებდი 2024 წელს. როდესაც ბანკს მივმართე, ბატონ ვახტანგ ბუცხირკიძეს მითხრა, გელა თავი დამანებე არ ვიცი, მაგ შენი სოფლის მეურნეობა და კრედიტს ვერ მოგცე. რესპუბლიკა ბანკში რამაზ კუკულაძე გამომიყო თანამშრომელი, რომელსაც ვასწავლე სოფლის მეურნეობა და მე იმის ხარჯზე დამემტკიცეს პროექტი. ეს გზა გავიარეთ. დღეს ბანკებიდან დაახლოებით
2 მილიარდამდე პორტფელი ნაკლებია მოქმედი ბუნებრივია ფულია გაცემული. სოფლის მეურნეობაში ინვესტირებულია 8 მილიარდზე მეტი. 2013 წელს პორტფელის ზომა იყო 50 მილიონი ლარი სოფლის მეურნეობაში. დღეს უკვე სხვაგანა ვართ. ფერმერიც სხვაგან არის. ფერმერი გაიზარდა, ისწავლა წვეთოვანი სისტემაზე. FAO როდესაც გველაპარაკებოდა რომ უნდა დავნერგოთ, რუის მიქონდა წვეთოვანი სისტემა, ყველგან გაკეთებული იყო და იგივე სხვა სოფლებში. აქ მთავარი მომენტი რა არის, ისეთ რომ ეს რამდენად საკმარისია. რამდენად ჩვენ გვაქვს შრომის კულტურა, აქ ერთ-ერთი თემა იყო და ყველაზე აქტუალური თემა არის საშუალო საჰექტრო მოსავლიანობა. ეს დამოკიდებულია ბევრ პარამეტრზე და მათ შორის უმთავრესი პარამეტრი არის ცოდნა. როდესაც ადამიანს მოყავს პროდუქცია, ფულის პრობლემა ესე იგი გადაწყვეტილი აქვს. და თუ ვერ მოიყვანა იმ საშუალო საექტრო მოსავლით, როგორც არის ხალხზე სიტყვაზე 50-60 ტონა და არა 12 ტონა, რაც საშუალო გვაქვს ჩვენ, ბატონო ვახტანგი ექსპორტზე ვერ გაიტანს ქართულ ხალხს და შემოსატანი იქნება. ისევე როგორც ყველაფრის წარმოებაზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი, ახლა მაგალითად, საიდანაც შემოდის სტაფილო, ის მიწის ნიადაგი გაცილებით უფრო ორგანულია სტაფილოსთვის, ვიდრე შეიძლება რუისის მიწები, სადაც ასევე მოყავთ სტაფილო. ესეც მნიშვნელოვანია, ყველგან კარტოფილი და ყველგან სტაფილო და ყველგან კომოსტო არ მოდის. მაგრამ საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა გაზარდოს იმ პროდუქციის მოცულობა იმ ფართობებზე, რა ფართობებიც მუშავდება. მე ვეთანხმები, არა მარტო პრობლემა არის ის, რომ სახელმწიფოს ხელში რაც არის მიწები, ეს ცალკე პრობლემაა და მაგაზე ვთანხმდები, მაგრამ თვითონ ფერმერებს რაც მიწები აქვთ, იქ მკვეთრად მცირდება დამუშავებული ფართობების ოდენობა. რატომ? გადადის სხვა სექტორში, იმიტომ რომ სოფლის მეურნეობა რისკია, ქვეყნიდან გადის და არ ამუშავებს. თქვენ დააკვირდებით მაგალითად ჩემივე სოფელი, სოფელში გარეთ რაც არის 300-დან 500 ჰექტარამდე ფართობი მუშავდება, იმიტომ რომ იქ ინტენსიური მეურნეობის წარმოება შეუძლია იმავე ფერმერს, რომელიც სოფელში ცხოვრობს, მაგრამ მის წინ რომ მიწის ნაკვეთი აქვს 25 მიასწრედი საშუალოდ, იმაზე დროს ვეღარ კარგავს, იმიტომ რომ მისი მარგიქმედების კოეფიციენტი აქ სხვა არის და იქ სხვა არის. ჩემ სოფელში ცხოვრობს დაახლოებით 1800 ოჯახი. 1800 ოჯახი კი არის 300-400 ჰექტარი, რომელიც რჩება დაუმუშავებელი. ან ნაკლებად დამუშავებული. ანუ ეს პრობლემები გადასაწყვეტია და მე კიდევ ერთ სხვა ვწეღავ თქვი სახელმწიფოს მაგალითად სანამ წამოვიდოდ ის პროექტი გავაკეთეთ მაშინ და დავტოვი 150 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკის რესურსია, მათ შორის 25 მილიონი ეს არის მიწების კონსოლიდაციის პროექტი, რომელსაც მიწის სააგენტო ასრულებს. იქვე არის კანონმდებლობაში ჩადებული მიწის ბანკის შექმნის თემა, რომელიც ყიდვა-გაყიდვის საგანი იქნება და ჩვენ მივალთ აგრეთვე იმ დონემდე, რომ მიწის ფლობელი ის კი არა მე მამაპაპიდან დამრჩა და ამას ვერაფერს ვერ გავაკეთებ. უნდა იყოს ცოდნით და პროფესიონალიზმით აღჭურვილი. საფრანგეთში, როდესაც ოჯახი ფერმერის რჩება შვილებისკენ, შვილებიდან მხოლოდ ის აგრძელებს ურთიერთობას, ვინც ფერმერობას სურვილი აქვს და სათანადო ცოდნა აქვს მიღებული, ან სახელმწიფო ამიცას იღებს და სხვანაირად განკარგავს. ხშირად ჩვენ ვამბობთ და სწორად ვამბობთ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობაში არის ძალიან დიდი შეღავათება. ბევრ ევროპულ ქვეყანაზე უკეთესი შეღავათია თვითონ პროცენტული თანაფარდობა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ იქ შეღავათს იღებს გადასახადს იხდის ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან დაბალია ოდენობა. მე 2 ციფრს ვიტყვი და იმედია არ დამზრახავენ, მაგრამ ეს ციფრი ეგ არის. ევროკავშირის ბიუჯეტში 2024-2027 წლებში სოფლის მეურნეობაზე გამოყოფილი იყო დოტაცია და სუბსიდირება, წეგან ახსენეთ თქვენ, 308 მილიარდი ევრო. სოფლის განვითარებაზე კიდევ 80 მილიარდი ევრო. ეს არის ევროკავშირიდან სუბსიდირებული. დაახლოებით იგივე რაოდენობა, ეს არის ქვეყნები, რასაც აფინანსებენ სოფლის მეურნეობას. ეს გაწერილია კაპი, რაც ჩვენ გადმოვიდეთ, ევროპული პროექტია. უკვე აი აქ გვაქვს ჩვენ დაახლოებით მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართულებით 30 ტრილიონი ევროა ევროკავშირის 2% ნახევარი 2%-ია სოფლის მეურნეობის დაფინანსება. ჩვენთან მიუხედავად იმისა, რომ ციფრები იზრდება, ქვეყანას მეტი დღეს არ შეუძლია, მაგრამ არის 0.3%. მთლიან GDP-სთან მიმართებაში. რამდენად ეფექტიანია? ეფექტიანიც არის, რომ არ იყოს ეფექტიანი, მაშინ ის ზრდა, რომელიც ჩვენ გვაქვს საექსპორტო პროდუქციის ზრდაზე, არ გვექნებოდა.
სასურველი კიდევ სხვა არის, მაგრამ ეფექტურია. ბატონი ირაკლის მეურნეობა რატომ ამბობს ეფექტიანია? ბატონი ვახტანგი როყიდულოს პროდუქცია ძალიან ღრმათა ვარ დარწმუნებული, 5 წლის წინ რო პროდუქცია იყო, დღეს სხვა ხარისხის, სხვანაირი შეფუთვის, სხვანაირი ყუთით მოდის უკვე პროდუქცია. ბაზარზე უფრო მეტი ესეთი მარკეტინგული ნაბიჯები იდება. მე ახლა ჩემ პროექტზე რომელზედაც მუშაობ დღეს და ეხაც მოვედი სამსახურიდან, ჩემთვის შეიძლება სამსახური აღარ არის და ეს პროექტია, მე ვიწყებ ბაღის გაშენებას გლობალ გაპის პირობებით. მე კი არ დავიწყებ ძებნას, გლობალ გაპს ვდებ. ესე ჩადებს ყველა ფერმერი ცოტა ხანში, იმიტომ რომ მე რო ევროპაში პროდუქცია გავყიდო და არ ვიყო რუსულ ბაზარზე დამოკიდებული, გლობალ გაპი უნდა მქონდეს და მეორე, მესამე, მეხუთე წელს ამას ვერ დავნერგავ და ერთი კითხვაზეც მინდა გავცე პასუხი ალბათ ახალ პროექტებთან. ცოტა ხანში ეს ცოდნის ხაზი მინდა და ტექნოლოგიების ხაზი გავაგრძელო ირაკლისთან და თქვენ უშუალოდ დაუკავშირეთ ეს პროდუქტიულობის ზრდას, როგორ რატომ ეს ჩავშალოთ? ხო, კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო გალათთან თაგარტის კვლევაზე, რომ იქ თქვათ მეთოდოლოგიასთან შეიძლება გქონდეს რაღაც პრეტენზიები რიცხვებთან ამ შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან კარგად არის პრობლემების, ესე ვთქვათ, აქტიურობა დანახული. რაც შეეხება აი პროდუქტიულობის ამბავში, შეხედეთ პირდაპირი კავშირი აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს პროდუქტიულობის ზრდასთან. აქ თანამედროვე ტექნოლოგიებში რაღაც სენსორებს და მეტეოსადგურებს და ამას მხოლოდ არ გულისხმობ, აქ შედის ასევე აი თანამედროვე ჯიშების დანერგვა, საწვავის სისტემის სწორი ინტეგრაცია და შემდეგ უკვე იმის მონიტორინგი და შემდეგ უკვე იმის სწორად მუშაობა. შეხედეთ ჩვენ კლიენტებთან მაგალითად ერთი კომპანიის მასშტაბში რაც კვლევა ვიკეთებია ხოლმე ჩვენი მომხმარებლების ძირითადად ესეთი სურათი დგას საერთო, რა თქმა უნდა ამას ვერ განვაზოგადებ მთელ ქვეყანაზე, მაგრამ ის ფერმერებმა, რომლებმაც 3-4 წლის წინ დაიწყეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, ამას შედიოდა საირიგაციო სისტემებიც, ჩვენი ტექნოლოგიებიც, მეტეოსადგურები ასე შემდეგ. დაახლოებით 1.5 ჯერ გაზარდეს წარმოება თვითონ პროდუქციის და ოღონდ შეხედეთ ეს პირდაპირი კავშირი რაც არის პროდუქციის რაოდენობის ზრდასთან, მაგრამ ამას ერთად ახალი ცოდნა შეიძინეს. მათი აგრონომები მოთხოვნადები არიან სხვა ფერმერებთანაც, იმიტომ რომ ამ ტექნოლოგიებით ბაღის მართვის ცოდნა დააგროვეს. ასევე მათი საქონელი არის უფრო მეტად ხარისხიანი, ესე ვთქვათ, გამომდინარე იქედან რომ ნაკლებად წამლავს ბოლო-ბოლო ყველაფერს თავი დავანებოთ, იმიტომ რომ ტექნოლოგიებისგან იცის ზუსტად როდის უნდა შეწამლოს, რამდენი უნდა შეწამლოს. და ყველაფერთან ერთად თვითონ ფინანსურ დანახარჯსაც ამცირებენ, გამომდინარე იქედან რომ მაგალითისთვის ვიტყვი ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაახლოებით 12000 ლარის საწამლავები დაზოგა, რომ აღარ შეიძინა, აღარ დაასაწყობა, იმიტომ რომ ის ამ საუკუნეების ის არის, მე მგონი უკვე წესი, რომ გეგმიურ შეწამლას დაანება თავი და გადავიდა ტექნოლოგიების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეწამლაზე. ანუ საბოლოო ჯამში რო შევაჯამო კავშირი არის ერთი ცოდნასთან, რაც უფრო მეტ ტექნოლოგიაში შემოდის, ინვესტიცია შემოდის, თუ ეს რაც იქნება დასავლეთიდან, ამ შემთხვევაში ცოდნა იზრდება და შესაბამისად ამ ცოდნაზე დამყარებული უკვე აგრონომიც, ფერმერიც ყველა ინფორმირებულ გადაწყვეტილებას იღებს, რაც შესაბამისად აი პირდაპირ პროდუქციულად აისახება რაც ჩამოთვალე ამ მიმართულებით. უმეტესი მადლობა. ირაკლი, ბატონგელა დასრულება გინდოდათ და დაგასრულებინოთ და დიდი მადლობა. მე ირაკლის გამოეხმაურები ცოდნასთან დაკავშირებით. დღეს კარგი აგრონომი რო დაასაქმო 5-6000 ლარი ხელფასი უნდა მისცე. და სხვანაირად აღარ იქნება. მე რომ მჭირდება ახლა აგრონომები ჩემთან თეო ურუსაძესთან თავისუფალ უნივერსიტეტში აგრარულ ფაკულტეტიდან ბავშვები მომყავს, ვარჩევ, ზრდი და ხშირ შემთხვევაში ჩვენ ნიჰილიზმი გვაქვს არ არის. იცით რა ნათელი სახეები მოდიან. იცით როგორ წმინდა თვალებით გიყურებენ, როგორ დავიწყო და ესეთი ბავშვები არის მოსაზიდი, დასარჩენი, დასატოვი და ეს შეუძლია ბიზნესს. დღეს ღირებულება არის ძალიან სერიოზული, ხარჯები არის ძალიან მაღალი, მაგრამ შედეგი არის სწორედ ცოდნის და ხარისხის ხარჯზე. და ერთსაც ვიტყვი, ახალი პროგრამა, რომელიც მინისტრმა ახსენა, სახელმწიფო პროგრამები განიცდის მუდმივ განვითარებას. და ჩვენ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გვაქვს მთელი ვალდებულებები, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ასრულებს და მათ შორის ამ აუდიტორიასთან მაქვს ლაპარაკი, ჩვენ უნდა გადავიდეთ იპარდის
პროექტი. ანუ სამეზობლო ღვარი იპარს მუშაობდი. იპარდით, სადაც ეს იქნება გადამხდელი სააგენტო, დღევანდელი სოფლის განვითარების სააგენტო, რომელსაც ექნება ფუნქცია ფულის გაცემა და მონიტორინგი. ეს კოვიდის დროს დაწყებული თემა. ამიტომ მუდმივად განვითარებულია სამწუხაროდ არ ვიცი მეც კონკრეტულად რაზე საუბრობდა მინისტრი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ახალი პროგრამები ბეთახმები ბატონ ვახტანგს რომ სჯელობა და თქვენც ასევე სასურველია ბიზნესთან კი არა აუცილებელიც არის მაგრამ ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი რომ ქართული სოფლის მეურნეობა განვითარდეს ძალზე სერიოზულად გვაქვს შესაძლებლობა გვაქვს უკვე ცოდნაც მადლობა დიდი მადლობა კარგია რომ სოფლის მეურნეობაში მაინც ასე ვთქვათ ევროკავშირის წესებს ვიცავთ მე მინდა რომ გთხოვოთ უბრალოდ პირობის სახით ჩამოგართვათ რომ როდესაც რეფორმის შესახებ მეტი რამე გვეცოდინება კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ აქ და უკვე საქმიანად საგნობრივად ასე ვთქვათ ვისაუბროთ იმ რეფორმაზე თუ რამდენად არის ეს იზმოლოდინები რა მოლოდინებით თქვენ წარმომადგენლებსაც შეთავაზოთ კარგი იქნებოდა დღესაც რო ყოფილიყო სულ თავაზობთ დღესაც შევთავაზეთ მაგრამ იცით რომ და ნებისმიერ ფორმატს ვთავაზობთ ყოველთვის, მაგრამ იცით რომ რაღაც მოსაზრებების გამო რაც ევროპული არ არის სხვათა შორის თავს იკავებენ, მაგრამ საქმეზე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, ვიცი რომ გვისმენენ. სრული პასუხისმგებლობით გეტყვით რომ ამ გადაცემას აუცილებლად უყურებენ და არა მარტო ამ გადაცემას და ის რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, იმედია იქნება მათთვის გარკვეული მესიჯი იმისთვის რომ კარგად დაინახონ რეალურად რა ხდება და ჩვენ პირველ რიგში უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ რომ იყავით ჩემთან ერთად თქვენ უსმენთ გელა ხანიშვილს ირაკლი ერაძეს და ვახტანგ ბეჟიტაშვილს დიდი მადლობა მათ